მოგესალმებით და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ვაგრძელებთ დაუმარცხებელს. დღეს უნდა ვნახოთ პირველი სეზონის მე-6 სერია. სათაურს. ხანახან მაგას სულელურად დამავიწყდება ხოლმე რა ეს სათაურების ნახვა. მოგდება აქ რომ ნახო. ყოველ შემთხვევაში წინა სერია იყო ძალიან ძერსკი. და როგორც ვატყობ აწი ყველა სერია პირველი სეზონის ასეთივე იქნება. You look kinda dead ქვია სერიას. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მარკზე იქნება, იმიტომ რომ ჟაუქნა იმ თეთრმა რაღაცა ვეფხმა ტიპს. და ერთადერთი მონსტრია რომელიც გაიქცა სულისთვის, რომელიც არ მოუკლავთ. ვნახოთ ერთი დანარჩენები როგორ იქნებიან. კარგია რომ ის იმ ტიპის სახელი ფერადკანიანის მოვიწყდება. კარგია რომ ეგ და მონსტრი გოგონა გადარჩნენ. ალბათ ყველაზე ნაკლებად მაგათი სიკვდილი მინდოდა იმ სასტავიდან. მარკის გარდა რა თქმა უნდა. ზოგადად ხო. რობოტის ამბებიც მაინტერესებს ძალიან, სადამდე მივარას გააკეთებს. ყოველ შემთხვევაში დავიწყეთ, დრო აღარ დავკარგოთ. დაუმარცხებელი. პირველი სეზონის მე-6 სერია You Look Kinda Dead 3-2-1 დავიწყეთ. წინა სერიებში. მომხრება ხმასობს. და უბრუნებით ჩემი კოსტუმი. იგი კლასიფიცირებულია და მინდა რომ დამიბრუნოთ. შენთვის მნიშვნელოვანია. უკეთესი ვიქნები. იცი რა, ძალები რომ არ დაგეკარგა, შეიძლება შეძლებდი მცველების დახმარებას ბოლო დღეს. არც ვიცი, ამ ყველაფრის გაგრძელება თუ მსურს. ძირითადად იყოს შენი გაცოცხლება, კლონო. თქვენი ექსპერტიზა მჭირდება ქსოვილების ზრდაზე. აქ ვარ თუ რაიმე დაგჭირდება. საუბარი გინდა? მოგისმენ. მოგალით. ეს ნაბიჯურები. არა. და ამ მომენტიდან ვაგრძელებთ თუ ეს ისევ წინასწარ. საკმაოდ ბრუტალური სცენებია ხოლმე რა ამ სერიალში, განსაკუთრებით ამ ბოლო სერიაში, წინაში. რას ვაკეთებთ ახლა? უგაცრავად. რა შვებით გოგონებო? ჯანდაბა. შეგვაშინე შესაზიზღარო. ბუჩქებში რატომ იმალები? არ ვიმალებოდი ბუჩქებში, უბრალოდ ბუჩქებში ვსვამდი. მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მე დედის მღუნავი დოუგ ჩესტონი ვარ. ცვაცადი დაიცინე. მამა ჩემი ფლობს ჩესტონის ფარმაცევტს და ნახევარ და უნივერსიტეტის ნახევარ. მამა შენ მარა უწია ფასები იმ ბავშვების წამას, რომელიც ყველა სჭირდება? ზუსტად. ეს არ არის კარგი რაღაც. მალე მე გადმოცემს, რადგან ძალიან მოხუცია. ასე რომ შეიძლება ერთ-ერთ თქვენგანს ან ყველას გინდათ ჩემთან სექსი რომ რაიმოთ. საზიზღრობა. ყველას კი. არც კი იცით რას მაზავთ. ვიცი, კი. ხო, მე გამომტოვებთ. მე და ჩემს დიდ ნდობას. ჩემს დიდ ნდობას, ვაუ. რა ხდება? ეს რა? სად ვარ? გამარჯობა. ვიცი რომ დაბნეული ხარ. ალბათ შეჩვეული ხარ ამას. უბრალოდ ჩუმათი ჯექი და მოიცადე. მალე ძალიან კარგად იგრძნობ თავს. რა ჯანდაბა ხდება? მეტამორფოზა გეწყება. რაღაც შეიყვანის ორგანიზმი. ამ საშინელებიდან მომავლისკენ გაგვაქანებს. რობოტი? რობოტია? ასე ვინ საუბრობს? შენ, იმიტომ რომ ნერდი ხარ. ჰეი, გამიშვინა ბიჭვარო. ეს თუ რაიმე ხმრობა ან რაიმე სექსუალური, მამა ჩემი ისე გიჩივლებს რომ შუახანებში მოხვდები. ღმერთო. რაჯანდაბა. შენი ეს არ არის კაი. კაი, რობოტი არა. ეს რაჯანდაბა. დამშვიდდი, თუ შეიძლება. რაჯანდაბა გამიკეთე. თორემ მიძულებული ვიქნები რომ ღმერთო ჩემო.
ვფიქრობ ორი ვთანხმდებით, რომ იოგების გარეშე უკეთესი ხარ. მათზე არ ინერვიულო ესენი პროტოტიპები არიან. შენ სხვანაირი იქნები, შენ ლამაზი იქნები. შენ იქნები დაუმარც მარცხებელი. და უფრო მეტი სისხლისა. არა, კარგი რობოტი აშკარად არა. ო, ესენი. იჩქარეთ. ჩქარა. სისხლიდან შეაჩერეთ. სისხლი კიდე არ შეუჩერებიათ. რეაქცია. ჩემი კაი. ამ რიცხვებით ვერაფერს ხვდები. ფრთხილად. ტრანზიტული მოვლა ჭირდება სასწრაფოდ. 1, 2, 3. თავის სისხლში იხჩობა. ინტუინირება გაუკეთე ახლავე. არტერიული წნევა იმატებს. ახლა ვნახულობ როგორი სისხლის გაყრა შეიძლება. ჯანდაბა ნემსი არ შედის. რატომ? არა, არ გადა. არა. ახლა არა. არა. მე ინტენსიურად შევისწავლე მონსტრი გოგოს ფიზიოლოგია, ასე რომ გაიწიეთ. რა? აქედან დაიკარგე, მცველებო. შეგიძლიათ ჩემი გაგდება ცადოთ და გამოგივიდეთ, თუმცა ის მოკვდება. ან შეგიძლიათ დამეხმაროთ და მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ. ახლავე აერჩიეთ. სვეტში ტიპი მცველია. მე აქ ვარ. შეგიძლიათ ემკოთ. მონსტრი გოგოს ერთადერთი იმედი ისაა, თუ გავააქტიურებთ მასთან დაყოლილი სამკურნალო შესაძლებლობებს. დაიწყეთ ბელადონას 5%-იანი ფესვის მარლიანი ინფუზია. ეგენი არ გვაქვს. ხო დაიშოვეთ. ნანონაკერი. ეგენი არ გვაქვს, ვაუ. კარგავთ. ჩვეულებრივ საავადმყოფოში ალბათ არ ექნებათ, მაგრამ ხო. მონსტრი გოგონას სიგნალი არ შეიძლება. და არც ამ ტიპის. კიდევ. და ნუ რა თქმა უნდა არც მარკის. ბოდო მოხდე. ერთხელაც. ჯანდაბა. ეს რა ჯანდაბა? რადიაცია. ტიპს ძალები აღიდგინა ტიპმა. რა მოხდა? არ ვიცი. რა ხდება? ეს საშინელებაა. დიდი ხვრელი აქვს. ფრთხილად. პულსი ეცემა ხალხო. მე ვხედავ. ნოლან. დიდი ალბათობით წელის ტრავმაა. რამაც გაჭრა ძალიან დიდი იყო. მაინც ვერ ხვდები რატო არ დაეხმარა მარკი ნოლანს. ნოლანი მარკს. მარკ. დედა. საყვარელო. სერიოზულად ჭკვის სწავლება უნდა დაიგრე. რა ვიცი. რამდენი ხანი ვიყავი გათიშული? 6 დღე. 6 დღე? არა. მე უნდა ამბერი. ნუ ღელა, ვედაველაპარაკე. უთხარი რომ ავტობუსმა დაგარტყა. და რომ შემოგხედოს არც იეჭვებს. სვეტში. შავი სამსონი. მონსტრი გოგონა. ისევ გათიშულები არიან. ჩემი კაი, გამისკდა გული მეთქი დაიხოცნა. შენი ბრალი არ არის. ხო? არ არის. ბოლოს რაც უნდა გაეკეთებინა, გააკეთა. მუსისხლე რა შვება. ხომეცი არ საუბრობს ბევრს. მე დამალაპარაკე და გაჩვენებ როგორი ჭიქჭიქებს. როგორც არ უნდა მინდოდეს ამ ყველაფერს ნახვა, მირჩევნია ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც იყო. ეს მანქანა მან მოკლა მცველები. არ ვიცით. მე ის უფრო მაინტერესებს რატომ იზამდა. ის დემონია. აი ამიტომ. არა უბრალოდ მეგონა რომ ვიცნობდი. მარკმა არ გითხრა რომ მანქანის თავიანს მარტო ეძებდა. კი მითხრა და მითხრა რომ არაფერს აპირებდა. რა გაცინებს? ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ დედამიწაზე და შენი შვილი არ გიჯერებს. რა ეს რუმზე ასე არ ხდება? არა, ასე არ ხდება. მარკი ადამიანი თინეიჯერია ნოლან. ასე იქცევიან. შეგიძლია დამშვიდდე. ნუ ხო. გეტყობა რომ ავტობუსმა დაგარტყა. ხო, ასეთი ვარ. თორმე არ მცოდნია შუქნიშანი როგორ მუშაობს. არ მჯერა რომ საავადმყოფოში შენი ნახვის უფლება არ მომეცია. იცი, უცნაური წესები ჰქონდათ სტუმრებზე. ევამ იმიტომ გაიგო რომ მას ვილიამმა უთხრა. და ვილიამს რა ხდება? ხატვის ვილიამს რატო უთხარი და მე არა. მაგრამ ჩათვალე რომ მიგატოვე. ვიცი და ეს დღეები ძალიან ბევრს ფიქრობდი ამაზე.
გახსოვს, როცა პირველად დაგირეკე, ტედმა რომ შენი ნომერი მომცა. ხო, შეშინებული ვიყავი. ტედმა არა, ტოდმა. საუბრობდი და სიტყვები მერეოდა, მაგრამ შენ შანსი მომეცი. და იქნებ კიდევ გააკეთო ასე. იქნებ თავიდან ხო. გვეცედა. ახლა ხო იცის მაინც რომ ავტობუსმა დაარტყა ვიხედავდი მისა რომ ეს ასე არ ყოფილა. მართალი ხარ. არ ვიმსახურებ ყველაფრის თავიდან დაწყებას. არა იმსახურებ. სიმპათიური მარკ გრეისონ. მიხარია რომ ლამაზი სახე შეგრჩა. მეც. აბა, რამერი ვაფშე ჯიგარია. შევხვდეთ. იმდენჯერ კი, დაგვიანდა მარკმა და არ შეასრულა პირობა რომ რა ვიცი. ორივე მხარეს მარკ. ორივე მხარეს უნდა გაიხადოს. ძალიან ბევრი გოგო მიატოვებდა ის დღე ასეთ გამოტოვე დროს. ბაღში როცა ის გვასწავლეს. ვაუ. იცი, დიდი ხანი არ გავსულვართ. იმიტომ რომ ვიღაცას სულ მიზეზები აქვს. უნდა ვიმეცადინო, მამაჩემს უნდა დავეხმარო. ავად ვარ. ბლა ბლა ბლა. კარგი. პარასკევს სკოლა არ გვაქვს. კინოში წავიდეთ, ან რამე. გამიხარდებოდა, მაგრამ არ შემეძლია. გახსოვს რიკი? ის ბიჭი სულ რომ საუბრობდი ზაფხულში მასზე. იცი რა, ისე ვიძახე თითქოს გადაკიდებული ვიყავი. მოკლედ ის აპთეითის უნივერსიტეტშია. დამკვირას ტურზე მივდივართ და რა თქმა უნდა დავრჩები. მათ ძალიან სიმპათიური მედიცინის პროგრამა აქვთ. სიმპათიური ვთქვი? სიმპათიური. სოფლიო დონის, მაგრამ ასევე სიმპათიური. ჩემი კაი. შეიძლება წამოვიდე, რა? მინდა რომ წამოვიდე. კარგი, და მინდა რომ ამბერი წამოვიყვანო. მოიცადე, გთხოვ ვილიამ, ეს მჭირდება. ახლა იქაც მოხდება რა. და ეს ის უნივერსიტეტი ჩემი კაი, ეს ის არის სადაც ის ტიპი დაიჭირეს. პირველ სერიის დასაწყისში. შემოდი. მარკ, სურდა. მადლობა ვერ გადაგიხადე, ამბერსონ დაელაპარაკე დაიმტრაო. მადლობა. სადმე მიდიხარ? ეს ბიჭი ვილიამს რომ მოწონს აპთეითის ვილიამს რომ მოწონს, ანუ რა თქმა უნდა მეც სერიოზულად? ამბერიც მოდის. ჯანდაბა. გოდიში. შენს თუ წამოხვალ ძალიან მაგარი იქნება. უბრალოდ ვცდილობ ამბერთან ყველაფერი თავიდან დავიწყო. ხომ ხვდები? სერიოზულად ოღონდ. არა უშავს კოლეჯში ისედაც არ ვაპირებ. რა? რატომ? შენ უკეთესი ნიშნები გიქონდა, ვიდრე მე. როცა ამბერთან ერთად საქველმოქმედო ცენტრში ვიყავი, რაღაც მოვიფიქრე. მგონია რომ უფრო მეტ ხალხს შემიძლია დავეხმარო, თუ უბრალოდ დავეხმარები, ხვდები? არა, საჭირო ველოდო უცხო პლანეტელთა შემოსევას ან ხვლიკების ლიგის შემდეგ შემოტევას. შემიძლია უდაბნოები დავანესტიანო, ავირიდო ბუნებრივი კატაკლიზმები. ხალხს საჭმელი მივცე და მართლა დავეხმარო ასე ხალხს. კაი? ხო, მივხვდი. მეგონა გადაწყვეტილება შეეცდებოდი, რექსი ეცდებოდა. ძალიან ჩაოფლავე წინაზე. შავი სამსონი და მონსტრი გოგონა ჩემს გამოკინაღამ დაიღუპნენ. ამიტომ ეს ნაწილობრივ. იქნებ უცხო პლანეტელებთან ჩხუბი არ არის ჩვენი მომავალი. იქნებ ორივეს ახალი დასაწყისი გვჭირდება. მარკ, ვილიამი და ამბერი მოვიდნენ. ახლა ვედედა. და სადაპირებ. კარგად ბრძენდებოდეთ. კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. ცოტა დასიებული ვარ. ჩქარა, რანელი ხარ, წასასვლელები ვართ. და ისევ ნოლანი და ები მარტო დარჩნენ. არც ნარკოტიკები მიიღოთ და არც მერტოდ შემოდები. სექსი არ შეიძლება, გასაგებია. არ შეგეშინდეთ, მათ კარგად მოუვლი. არ და ვილიამს გეგმები ჰქონდა თავის ბიჭთან. მომიყევი აბა ამ რიგზე. ძალიან მინდა რომ გაგაცნოთ. ის არის ძალიან მაღალი. გასაოცარი. არ მეგონა ვილიამი თუ გეი იქნებოდა სი. და ეს კარგი. გაიმეღბერთ. კი. მისი სტილი შეუდარებელი. უნაკლო შეზავება ქუჩის და სკოლის. და მესრბელები ვახსენე? პატარა სიხარულებია. კარგი. გადიხარ. უნდა ავიღო ქიმწმენდიდან რაღაცა და სავახშმოდაც. დიდი ხანი არ ვიქნები წასული. მეც წამოვალ. შენი წიგნის დედლაინი გაქვს მალე. ასე არ მითხარი? თუ მეშლება. არა, ეს ასეა. მაშინ სამუშაო გაქვს არა? აბა. შესაძლებელია ადამიანებს ჰქონდეს ეგეთი კუნთები. კარგით მეგობრებო, არ მინდა რომ რიკით თავი მოგაბეზროთ.
უკვე მოგვაბეზრე. გასაგებია, ეგ ბიჭი გიყვარს. რა? არა. რა? რიგი შესანიშნავია, მაგრამ სიყვარული არა. ღმერთო ჩემო, ის მოდი. შევიკავებია. მოდი აქ. როგორ ხარ, რიკ? ესენი ჩემი მეგობრები არიან, მარკი და ამბერი. შენზე ბევრი გსმენია. ჰეი, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მოდი ჩანთებს გამოგართმევთ, ოთახი უკვე მოამზადე ჩვენთვის. აჰა. ძლიერი არის. კი. რაჯენდაბა ვილი. შესანიშნობის შაბათ-კვირა იქნება. კი, შენთვის გადასცემები. საქმეები აქედან რატო არ შეიძლება რომ გააკეთო? ო, ემბერიც მოდის? სამანტა. ემბერი არა ბოდიშით. ივი. უკანა კარი ისევ იქ არის. ახლიდან მინდა ყველაფრის დაწყება. საკმარისი კრესტია. ხო, გაი. სამანტა. არ დავდგები და გიყურებ თუ როგორ ინგრევ ცხოვრებას. რაღაც ჰიპივით შენ თავი იპოვო თუ რაღაცა. იმას უგულისხმობ რომ რასაც უნდა აკეთებდე იმის საპირისპიროს აკეთებ. და რას უნდა ვაკეთებდე? ახლიდან გინდა დაწყება. მიატოვე ეს სუპერგმირობა. სამყაროს ვერ გადაარჩენ სამანტა. ეს შენ გაგანადგურებს. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო, როცა შენ ძალები მოგეცა. ვაუ, არ მეგონა ასე თუ მატკენდი გულს. უბრალოდ შენთვის საუკეთესო მინდა. ნორმალური ცხოვრება. სახლი, ქმარი, ბავშვები. ეს შენთვისაა საუკეთესო, იმიტომ და არა ჩემთვის. ეჩალიჩებოდნენ რომ ლექსთან შერიგებულიყო. სამანტა. სასტრაფოდ ჩამოეშვი. ახლავე. ნახვამდის დედა. ნახვამდის მამა. სამანტა. ნუ ხა. ძალიან მაგარი ადგილია და ასევე ყველაზე საუკეთესო სკოლა ქვეყანაში. ამიტომაც მოვაწყე ბიოლოგიის ლექციაზე თქვენი დასწრების უფლება. შენ ხომ ისევ მედიცინას დაკარგული ბავშვები. მას ახსოვს. კი. შეიძლება გარეგნულად იგივე ჩანდეს, მაგრამ გულის უკმარისობის შანსი სიცოცხლის თითოეულ 10 წლეულს ორმაგდება. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? კარგად ვჭამოთ? რა თქმა უნდა, ვარჯიში დაგვეხმარება, ნარკოტიკები, მაგრამ ჩვენი ნაწილი ძირეულად იშლება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყურადღება გადატანილია ცხოვრების გაუმჯობესების ხარისხზე. როგორც ხედავ, ყველას მოწონს სიცოცხლეს ვერ გავაგრძელებთ. ლექცია. კარგით რა. ბატონო სინგლერ, როგორც ყოველთვის გაზიარება გსურთ აზრების. სიმართლის გაზიარება მსურს. ეს ნაბიჯვარი ვინაა? დიეისერი. გენიოსების გრანტი აიღო და ყოველ დღე გვახსენებს. როცა ჩქარა გადაადგილება გინდა, არ მერბი ხარ, ჯდები მანქანაში. როცა სხვა ქვეყანაში მიდიხარ, ხელებს კი არ იქნებ, თვითფრინავში ჯდები. ყველამ ვიცით თუ მოგზაურობა როგორ ხდება სინგლერ, რის დამტკიცებაც ვცდილობთ. მეშვიდე კლასელები აღარ ინჟინური ნაკლია, რომლის გამოწორებაც შეიძლება. ჩვენ მანქანები ვართ, რაც უფრო ამას მალე მივხვდებით, მით უფრო მალე მივაღწევთ ჩვენს პოტენციალს. ცოტა დრამატული ხომ არ ხარ? უკაცრავად? ნაბიჯვარივით იქცევი. ო, ემბერ. რაიმე პრობლემაა სინგლერ? პრობლემა? ჩემი პრობლემა ეს იდიოტების სკოლაა. ო. და ხო, იელმა ლაბორატორია შემომთავაზა. ხო და დათანხმდი. გასაოცარი ხარ, რიგ. კუნთიანი, ნამდვილი, ალფა მამრი. ჰეი, არ უთხრა ასეთი კომპლიმენტები. გასაგებია, ბებერო. მარტო მე შემიძლია. ხო? დაბრუნდით მაშინ, როცა სწავლა მოგინდებათ. მაშინ გამოცდებზე შევხვდებით. რიგ. ნაცნობის სიტუაცია, მინდა გითხრათ. როგორც ვიძახდი, ხარისხი ცხოვრების და რა სიგრძე. ნება ხოლმე უნივერსიტეტში იმის თქმა მინდა თორე. ინვესტებიდან კი არა. აბა ივისაცავა. მომწონს ხედი. ასე დავიწყებ. ჰეი, არ ვიცი, მაგრამ მომეჩვენა თუ ის სინკლერი გაკვირდებოდა. ალბათ ეს პრობლემა სულ გაწუხებს. კარგი რა. უბრალოდ მეწოდება. მას მეგბარი სჭირდება. როგორი განვითარებული ხარ? კარგად ხარ? ვილიამ. ხომ არ გჭირს რაიმე? ტვინი შერყევა ან რაიმე რაც არ გითხოვს? არა. კარგად ვარ. მართლა კარგად ვარ. თუ თქვენ დროის დარება გინდათ, შეგიძლიათ 3 საათში აქ შევხვდეთ. შესანიშნავი იდეაა, 3 საათში გნახავთ. არა უშავს თუ დააგვიანებთ. წამოდი ნახოთ, აბა როგორი ადგილია.
კაია, ასე ამხელ თუშინი ამდენ დროს რო ატარებენ ერთად. ასევე სიმღერაა კაი. რაღაც ძალიან გახარებული ხარ. ხო, მგონი ეს ადგილი მომწონს. არა უშავს, შეიძლება ცოტა კარგი იყოს. მაგრამ გავიგე რომ კარგი სამართლის პროგრამა აქვს. რას ფიქრობ აქ ჩაბარებაზე? ანუ ერთად. თუ ეს გსურს, მაშინ ნიშნები უნდა აიმაღლო მარკ გრეისონ. აუ. ხო მიცი რომ უნივერსიტეტებს წერილი უნდა გაუგზავნო. სერიოზულად. მგონი მართლა ეს მინდა. იცი როცა წინადადებას მგონიათი იწყებ, ავტომატურად 90% რომანტიკას სწორედ ეს მინდა. შეკვლავ. მე და შენ ერთად. აქ. კარგი. მართლა? ხო, რატომაც არა. აბა ჩიტებო. კარგი დრო გაატარეთ. ნუ ეს პირველი კოცი არ ყოფილა ჯერ ერთიც და მეც ერთი პრობლემა გვაქვს. მერტო ეს რა ჭანდაბა? ეს ადამიანია, ეს კიბორგია ადამიანი რომ ნახევარ რობოტად გადაქცეული? ის ტიპია? თუ შემიკაი. მართლა ჩემო, ყველა უკან დაიხიეთ, უკან დაიხიეთ. ჩქარა. ხალხო დამეხმარ. ვაიმე. რა დროს რეკლამებია რა. დროულად. მოაშკარად არ რავი თითქოს და ცდილობს ვინმე რომ გააკონტროლოს მარკ და გამოსდის წამოდი. აუ ფეხი ვილიამ. დაიქრე და არა მას მოშორდინა ბიჭვარო. ვერაფერს უზავ ნუ უერთობას გავხანტავ ჯენდება არა მარკ შენი გაუსვლა მარკ აბა ფორმით უკვე შენი კაი მეთქი გამოაჩენია თავის ძალებს მარკ გაიქეცი. კი ნუ მე მგონი ენდერიც მიხდება ახლა ჩემი კაი სერიოზულად ამ სერიაში აუ არა მე მგონი უნდა მოაძრო ეს რაც არ მგონი მაგრამ თითქოს ეს ხეულის ნაწილები ჩაუნაცვლეს იმიტომ რომ ხელის ნაცვლად ის ქონდა პროტეზი აუ შენი ერთი სერია მაინც შეიძლება ისე გავიდეს რომ მარკს არავინ არ გავხიოს სახე კი ის არის დაკარგული ბიჭი შენიკა კი რაც სეგამ თქვი რომ გაკონტროლებას ცდილობენ თითქოს და საკუთარ ეს რა ჯანდაბა? საკუთარ ალტერ ეგოს ებრძვის მეთქი მინდოდა მერტო ჩემო. შენ დაუმარცხებელი ხარ. შენ დაუმარცხებელი. კარგი გაჩერდი. იცოდე, არავის უნდა უთხრა. ვერ ვიჯერებ. ახლა ყველაფერს ხვდები. მერტო ჩემო. ვილიამ. კარგი. კარგად ხარ? არავის უნდა უთხრა. არ ვარ კარგად. ანუ კარგად ვარ, უბრალოდ მე კი. არ უთხრა. ეს ვინ იყო? ეს? დაუმარცხებელი იყო. ვილიამ. შენ მე გადამარჩინე. რა? მე? ხო. რა თქმა უნდა. მე გადაგარჩინე.
არაფერს. ხალხო, პოლიცია მოდის. შენ სად ჯანდაბაში წახვედი? დახმარებისთვის გავიქეცი. დაცვისადე, მაგრამ არავინ იყო. შენ მარტო არა. ეს ის არის, რაც შენ შენ გონია. გაიქეცი და დაგტოვე ამ რაღაცასთან. არა, ასე არ მომხდარა. ვილიამ დაიცავი. ვილიამ. შენ მითხარი რომ ახრიდან დაწყება გინდოდა. ეს თქვი დავპირდი. ევაც კი შენს მხარეს იყო და ასე იქცევი? ევა შეცდა და მეც. მოიცადე. ამბერ. ერთი წუთით გავედი და ასე გამექცა ეს უმადური. ვინ ხარ შენ? უკანასკნელად ვუტოვებ ვინმეს შუბლის წილს ხელუხლებას. როგორ არ გვაჩვენებენ სახეს? აუა. ალფა მამარი. აუ შენაკაოჩე. აუ აი უნდა გამჩენოდა ეჭვი, რავი. არ მეგონა, მაგრამ არა. ისე მოაწეს ამ პალო როგორშიც იცხოვრობდი. ოპა. არ მომწონს ეს რიცხვები. რაიმე უნდა მოვიფიქროთ სასწრაფოდ. ღმერთო, შევიკაი. ეს მისი ნორმალური დონეებია. მას ყევლა ადევს რა და აბადება. როდესაც დაშავდა, ეგრევე გავგზავნე დრონი არქტიკაში. ეს ცერულანური კოსმოსია. უნიკალურ მოლეკულას შეიცავს, რაც 60%-ით მოამატებს გადარჩენის შანსს. კარგად იყო დაცული. გამოიყენეთ ბიომაგის გასაუმჯობესებლად. შემდეგ კი დამერეკეთ იზოლირებისა და გასუფთავების მიზნით. შენ მასზე მართლა ზრუნავ. სიმსონ, მიხარია რომ ღვიძავს და ხო ზრუნავ. შენ ხომ მანქანა ხარ. რანაირად გააქვს გრძნობები. მე დამაპროგრამეს, რადგან ყველა ადამიანზე ვიზრუნო. რაღაც არ მგონია. შენ ჩემთვის ამდენი არ გიწვალეა. აბა გავიმარჯვეთ. რა გითხრათ? მადლობა რომ მოხვედი. რამის დალევა ხომ არ გინდა? ან დავსხდეთ ვისაუბროთ? ახ ჩემი. მადლობა არტ, მაგრამ ვიცი. უბრალოდ ვცდილობ სიტუაცია გავანეიტრალო. ბოლო რამდენიმე დღე ანალიზში გავატარე, როგორც მთხოვე. როგორც შენ მითხარი. მაჩვენე. შენ დარწმუნებული ხარ? კი. აბა. ხედავ ამებს. ოქროს გავს, მაგრამ ის ბევრად მტკიცეა. ასეთი რამ მხოლოდ ერთად გზამინახავს. ომის ქალის აბჯარი. კი. ნატრიუმის კრისტალები. აკვარიუსი. ესენი ბნელი ფრთების სასრული იარაღისგან არის. კი. იგი როგორც ჩანს, სხვა ჩემს კლიენტებს შეერკინა. კი. ესენი დამწრობებია? იმისგან რა ქვია? ხალხის დამწრობები. ხო. ტიპი რო უთხარდა. ძალიან სწრაფად მოძრაობს. კი, წითელი სისწრაფე. კარგი. ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ნოლანი მცველებს ებრძოდა. იქნა მათ დაცვას ცდილობდა. არ ვიცი, იმას თვითნები რომ იმათ აკონტროლებდა ვინმე, როგორც თვითონ თქვეს რომ ნოლანს აკონტროლებდა. ჟანგვას ჰაერში ზემოქმედებისას შემიძლია გავზომო. ვნახო, სად დაიჟანგა პირველი. აჰა. ეს არის ყველაზე ძველი სისხლი კოსტუმზე. ხელზე. ანუ თვითონ მიანმა პირველი და კი. არავის უთხრა. არც სისოლს, არავის. დები. ძალიან მეშინია რომ ვინმეს უთხრა. და ნოლანი აქა. ამბერ ვცდილობ რომ მაგიხსნა. შანსი არ არის რომ დღეს შენთან ერთად დავიძინო. ეს ჩემი საძინებელი იყო, მაგრამ არა უშავს, მაგარია. რა? მარკ, შეგიძლია ჩვენთან დაიძინო. აბა რა. მაპატია ამისთვის. არი ნერვიულო. ჩავალ ლუდს ვიყიდი. იქნებ მაგ დროს ყველაფერი დაწყნარდეს და გეგმებს დაუბრუნდეთ. კარგი. მე მგონი ემერსონი ხარ საბოლოოდ. შენ რა, მიღადავები? ხო. საშინლად ვგრძნობ თავს, უნდა ვიბანაო.
ცოტა ჩუმად. შენ დაუმარცხებელი ხარ. ახლა არა რა. მაპატიე, მაგრამ შენ დაუმარცხებელი ხარ. და მე არ მითხარი? არავისთვის უთქვამს სიმართლე გითხრათ, გარდა ივისა, როგორც ეხმარება საქმეებში. არმია. აჰა. ვაუ. ნუ ივი მართლა კარგ საქმეს აკეთებს აქ. თქვენი პროგრესი? ოხ, რობოტო. დაკმაყოფილებულია? იცი რა რთულია უჯრედების გამოზრდა? ვიცი, ამიტომაც დაგიქირავეთ. ზუსტადაც. ახლა ვისთვისაა, ვისი დნმ მოიპარე. სამუშაოს არ სჭირდება ამ კითხვებზე პასუხი. შეიძლება არა, მაგრამ ჩვენ სამუშაოს გადახდა სჭირდება. როცა გადახდით გადავიხდით. მაშინ შეიძლება თხევადი ამონია ჩაგვესხას შემთხვევით. და დარწმუნებული ვარ, რომ ახალ უჯრედებს ეს არ მოსწონს. არც ძველებს. თქვენ მიიღებთ გასამჯელოს, როდესაც მუშაობას დაასრულებთ. სვეტში ცოტა გადარჩა. კარგი, როგორც არის. დაგირეკავთ. მისი გჯერა. მაშინ რაიმე გარანტია გვჭირდება. ნიჩაბი აიღე. რამდენი ხანია რაც სუპერგმირი ხარ? ვილიამ. 3 თვე? 6 თვე? უფრო მეტი? შეწყვეტე. მე შენი საუკეთესო მეგობარი ვარ და საუკეთესო მეგობარს არ უთხრა რომ სუპერგმირი ხარ. წამოდი გამაფრინე. რაიმე ვილიამ. აღარ მინდა სუპერგმირი ვიყო. მოკეტე, შენი წეული პირი. შენი სუპერგმირება ყველაზე მაგარი რამ არის, რაც მომსულია. ნუ გეშენია გაპატიებს ამბერი. ამჯერად არ ვიცი. ხო, შეიძლება მართალი იყო. ახლა წამიყვანე და მაფრინე, თორემ ყველას ვერ ვყვი რომ დაუმარცხებელი ხარ. მაპატიე? არა, არ მაპატიო. სადღაციდან გისulis მგონი. ისო. შეიძლება მოვიზომო. რა? შენი კოსტუმი თუ შანსი არა. ოუ, ჩემი. ვილიამ. ბოდიში, არ მინდოდა შემეშინებინე. არა უშავს. მოკლედ, მე კაილი ვარ. ყოჩახ. ბოდიში, მე ამბერი ვარ. მაგარი წვალება გვაქვს დღეს სახლში. საძმო? ხო, ოღონდ კარგი, ძალიან უცნაური არა. ჰეი, გშია? პიცა გინდა ან რამე? კი. სოკოს გარეშე თუ შეიძლება. ახლა მოიტაცე. და აჩიტებთან. კი. კარგი, მალე მოვალ და ჩვენ. რიკ, მან ხარ? ჰეი. რიკი არ არის კარგი. მარკა, ამბერ. ის გასულია. რაღაც წოლებაზე დაპატიჟეს. ჯანდაბა უნდა გავყოლოდი? ადექი, რაღაც მოუვიდა რიქს. მე საუბრებოდა და გაითიშა. უნდა ვიპოვოთ. ამბერთან უნდა წავიდე. რა? დაურეკე. არ პასუხობს. არ სჭირდება ჩემი დახმარება. რამდენჯერაც ვცდილობ გმირი ვიყო. არა. ამ წუთას არა. ვაი, თუ ის რაღაცა არაც წეღან იყო. ხომ ნახე რომ მოვკალი. თავი მისით მოიკლა. რა მნიშვნელობა აქვს? ხომ მოკვდა? ნახე. იქნებ მარტო არა. თუ ვერ იპოვი. მაგრამ ჯერ ამბერთან უნდა წავიდე. მაპატიე. ო, მარკ. ახლა უკვე არ სწორად იქცევი. ძალიან კარგად გძნობ თავს. ისე გძნობ, თითქოს ძალები მოქვს. იქნებ თავი ხშირად უნდა ვაცემინო ხალხს. თუნდაც შეუერთდი, ოფისში არიან. შეიძლება ძალები მართლა გაქვს. ისეთი გამოსხივება იყო ბოლოს. ხო. კარგი. შეხვედრამდე. იხვიწებს. ბოდიში, არ მინდოდა. არა უშავს, უბრალოდ შემეშინდა. თავი. მოვიგეთ. შაუმა სამსონაც იგივე იკითხა. კი, მოვიგეთ. და შენ ამაში დიდი როლი ითამაშე. მადლობა ღმერთს. სხვები როგორ არიან? თუ მარტო მემცემეს ესე ძალიან. არა. სხვებიც კარგად არიან. შენზე შეწუხებული. მაგრამ კარგად. მიხარია რომ გამოფხიზლდი. შენზე ცოტას ვნერვიულობდი ხოლმე. შენ დარჩი ჩემთან? არც დამიტოვები ხარ. ნოვან.
რა We got drinks and we killing by the cases. I don't remember names, only know the faces. რიგის ტელეფონი. რიკ. მარტო არ წახვიდე, ვილიამ. ჰეი, ამბერი ხომ? მოხვედი. რიკ. ოხ, ჩემი. რიკ. აქ ხარ? რიკ. ახლა რაღაც კი. ეს ვიცოდი რომ ვიღაცის თვალი იქნებოდა. და შენ მას შეაცვი, პლედი. და ესეცვა პრეზიდენტთან შეხვედრისას. ხომ იცი ეს შენი გაკვეთილი იყო? რომ არასოდეს გააფრაზო შენი მკერავი. რა იყო ვარტ? თითქოს თან ნერვიულობ. არა, უბრალოდ დაღლილი ვარ. ამ კვირაში ბევრი მუშაობა მომიწია. ხო, წარმომიდგენია. უცნაურია ყველაფერი არა. ერთ დღეს გგონია რომ ბევრი დრო გაქვს და მეორე დღეს არაფერი გქონია. მოიცა. რამე ჩემკაი, ნოლან. დარწმუნებული ვიყავი რომ ჩვენი მეგობრობა მტკიცეა. როგორც თქვი, მკერავი არ უნდა გააბრაზო არა? ნოლან. რა უქენი. ჩემკაი. ეს მუსიკა არ კაი. ეს უბრალოდ სულ წვეულებები კი არ გვაქვს. ბევრი კარგი პროგრამა აქვს. პროფესორები მაგრები არიან. რა იყო? ცოტა ნერდი ხარ საძმოს ბიჭისთვის. ჩემი შეყვარებულიც იგივე სიძახდა. მომავალს გადმოდის. შეყვარებული ხარ. ძალიან მეატრება. შენ ვინმე ყავს? კი. კი. მყავდა. მან. ახლა არა ვილიამ. კაი, მარკ. არ მესმის შენი. მე გადმოგიყვება. შედებილო. მარკ. მესმის რომ გულმატკენი ხარ, მაგრამ შენ ძვაკაცი კვდება. რა უქენი რიგს? არა, ვილიამი არ გადააქციოთ. იგივე რასაც შენ გიზავ. კი. ჯანდაბა. ვილიამ. არა. მარკ. აი ამ წუთას მართლა დიდი შეცდომა დავუშვი. ჩემი გასწავლ მოკლეზე გაჭმა. მაგრამ ხო. ვილიამ. რა უქენით ვილიამს? უკან დაჟე სამი ერთზე. ჩაფხუტები უნდა დააძროს უყურას, როგორც კიდევ ერთი ტელეფონი, აი რა. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება უკვე ის იყოს, რა ქვია. ვილიამ. ვიკი. შესანიშნავია. ნახე წინაზე რაც მოხდა და რაღაცეები გამოვასწორე. ნუ ეგ პრობლემა აღარ იქნება. მარკა. დაუმარცხებელო. ის ხალხს ესეთებად აქციევს. მონსტრად რატომ გამოგყავარ? მე ვასწორებ ადამიანების ნაკლებს. არა ძმა. ხმერთო ჩემო.
რიკა, კი. გაჩერდი, არ ქნა ეს. არ აქვს აზრი ემოციებით თამაშს. ჩემით მოვაშორე. არა. რიკა, ჩვენ ვართ. მე ვარ. წინაწელს შევხვდით ტბაზე. არის. არ გახსოვს ბოლო ზაფხული. ნავი. ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა რიკა. ვიცი რომ შენიც შეცვალა. სექსი გქონდა წყლის ნაპირზე. საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ეს ცოტა პირადული საქმეა. კი. არა. შენი. არა. კი. რიკა, ეს მე ვარ. დამეხმარე. კი. რა თქმა უნდა. ტირი ხარ? ემოციებს ხო ვერ მოაშორებდი რეალურად. არა, გაჩერდი. შენს თავს გაანადგურებ. ცოტში შენს თავს არ დააზიანე? როგორც შენს არა. და კიდევ ერთი. კარგი. საწოდავებო, კაცობრიობა უკვე დაწიეთ აწლეულებით. არა. არსად მიდიხარ, ნაბიჯვარო. მიდი ვილიან, ეგრე. შევიკაი ვილიან. არ გესმით. ეს პროგრესია. მეცნიერება, კაცობრიობის გადარჩენა და ავადებისგან. თავის ქალაქ მასქნა დაუთია. როგორც ჩანს არა, მაგრამ სერიოზული ის მიეყენა. ჩემი. ახლა რიკის სამუდამოდ ასეთი უნდა დარჩეს? სერიოზულად თავის ქალაქ. და რეკლამა რა თქმა უნდა ბოლოსკენ. დები ცოცხალია. მაპატიე. კონტროლი დავკარგე. ნუ ხელავ. მეც ასე მოვიქცეოდი. რა სიზამ? როგორც ყოველთვის გამოვკეტავ და გასაღებს გადავაგდებ. მაგარი ტექნოლოგიაა. თუ გავეთვალისწინებთ, რომ კანალიზაციაში ააწყო. ანუ საშინელია. მიჭირს დაჯერება ასე როგორ გაგიმკლავდნენ. დაეხმარებით მათ. შევეცდებით. კარგი იქნება კი. სახლში წადიშვილო. აქედან ჩვენ მივხედავთ. მარცინებს დაივიცალკე აქ რა შევიკაი კომფორტი მესმის რაღაც ძალიან დეტალური ის იყო ანიმაცია არა უფრო შუქჩილების რა დეტალურად იყო გამოკვეთილი. რატომ? რატომ რა? რატომ? ჯოზეფი. ბნელი ფრთები. ომის ქალი. სხვები. რატომ ქენი? არაფერი გამიკეთებია. ნუ მატყუებ. ვიცი რომ მოკალი ნოლან. მეთვრალი ხარ. ამაზე ხვალ ვისაუბროთ. კარგი. ამას ნუ იზამდები. შენი დედაც ნოლან. შენს ცოლს ხო არაფერს დაუშავებ ნოლან. გახმოვანებული მოკლედ ამონაკვეთს ვიღებ რამდენიმე დღის შემდეგ, იმიტომ რომ მარტო მაშინ გავიგე რომ
ერთი პატარა სცენა იყო, რომელიც რატომღაც ამ საიტზე ამოჭრილი იყო და სხვა საიტზე უყურებ ახლა. ხო, დიდად რა ვიცი, მითხეს რომ არ იყო მნიშვნელოვანი მაგის ყურება, მაგრამ მაინც ნახოთ ახლა 3-2-1. დირკომისთვის. რაიცით, დასკვნის ნაწილში მაგაზე არ ვლაპარაკობ ამ სცენაზე. და რა ვიცი, ჩავამატებ რამეს ახლა თუ იქნება სათქმელი. არ ვიცი ძმაო, შეიძლება მომინაცვალმა სამუშაო დაკარგოს თეთრს. თავი დაანებემ გალოსნობას, როცა ყველაფერი დასრულდება, ჩვენ თვითონ ვიქნებით მთავრები. დარწმუნებული ხარ, რომ იმუშავებს. გააქვს შნაფსი. ჩვენ მოუთხაროთ უკვდავი, დავლიოთ მისი თავის გალიდან და ჩვენ გადმოგვეცემა მისი ძალები. ეს მხოლოდ ჭორია. ძმაო, ეს Reddit-ზე წავიკითხე. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ინტერნეტში გითხარით. ბავშვებო. მაულერები. მეექვსე სერიის დასასრული. საინტერესო, დამოვთხაროთ უკვდავი. რეალური რო არ იყოს, პროსტა მაულერები რატო იქნებოდნენ იქ? კაი? ნუ, მაგაზე ჯერჯერობით არაფერს ვიტყვი. დავუბრუნდეთ, მე შემდეგ სერიაში ვიტყვი თუ საჭირო იქნება. ესე იგი, ეს იყო დაუმარცხებელი პირველი სეზონის მეხუთე სერია, მეექვსე სერია ბოდიში. რა ერქვა? მე მგონი You Look Kinda Dead. You Look Kinda Dead, ცოტა, რავი, ამ ცოტას ვის უნდა ნასკნას, რა ქვია, ვის უნდა ახასიათებდეს, ანუ იმათ რა ქვია იმ ტიპს, რომლის სახელიც ისევ დამავიწყდა და იმ most გოგონას, რავი, შეიძლება, მაგრამ მაინც ეს რობოტის ჩემგა ეს, კაი, რობოტზე ბოლოს ვილაპარაკებ, ცოტას ნაკლებად მნიშვნელოვანი თემაა ეს. მაგრამ ხო, ანუ ეს ვილიამის და იმის თემა, მარკის, არ ვიცი. ვილიამმა ყველაფერი გაიგო, მაგრამ აი ის რას ზავს ემბერი არ ვიცი. მე მგონი ემბერსაც სჭირდება, ანუ ემბერმაც უნდა გაიგოს რა. თორემ რა ახლა. სხვანაირად სპაიდერმენის პონტია რა, შეიძლება ითქვას პიტერს და MJ-ის შორის რაც ხდებოდა. თუნდაც იმის რა ქვია, ტობი მაგუაირის თუნდაც ტომ ჰოლანდის ორივესი ერთი ენდრუ გარფილდის სხვა პონტია კიდე. მაგრამ ხო, ფაქტობრივად მარკი არის ამ სამყაროს სპაიდერმენი. და რა ვიცი. ნუ ვილიამი ამ სერიაში გოუთი იყო ნამდვილად. MVP რასაც ქვია, ეგ და რობოტი. იყვნენ ყველაზე მაგრები და დებრა. აი, არ ვიცი რა, საკმაოდ რთულია ახლა ჩემთვის ტოპ პერსონაჟების შედგენა, ტოპ 5-ის, ტოპ 10-ის, იმიტომ რომ ბევრი კარგი პერსონაჟი მყავს ახლა, რომელიც მე მომწონს. მარკი, ნოლანი, დები, ივი, ემბერი, უკვე ვილიამიც, რადგან ცოტა უფრო. მიხარია რომ ვილიამი არ არის ისეთი, ანუ იმპონჩი არ არის რა, რომ მხოლოდ არსებობს და აი მარტო მარკის მეგობრის როლს რო არ ასრულებს რა, როგორც ასეთი მაგის თქვა მინდა, რომ სინამდვილეში, ანუ ვერ ვიტყვი რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი როლი იქნება ეგეთი წარმოდგენა რომ აქვს, მაგრამ თუმცა შეიძლება ახლა გაიგო კიდეც რომ მარკი დაუმარცხებელია და პლუს მაგისა დაგვეხმარა ამ სერიაში. ვილიამი რომ არა ამ საქმეს ვერ მოხსნიდა და ვერ დაამარცხებდნენ იმ ტიპს. რა თქმა უნდა, როგორ დაამარცხა მარკ ვაის, ყბარო ჩაულეცა. მოდერსი იყო. სიმართლე გითხრათ, ცოცხალი დარჩა. და რა მოუვა ახლა აწის სესილი მიხედავს. ნუ მარკი მე მგონი ერთადერთი საქციელია მარკის, რომელსაც მე ვერ გავამართლებ ამ წუთას, იმიტომ რომ ფაქტობრივად მიატოვა და მიუხედავად იმისა, რომ გულადგენი იყო და ასეთი ამბები ჰქონდა ემბერთან, მაინც ახლა რა ვიცი, უფრო ადრე რომ ისულიყო შეიძლებოდა არც ის გადაქცეულიყო რიკი იმათ მონსტრად. მაგრამ ხო, რიკი დაბრუნდა, იმედია დაბრუნდება როგორც ასეთი რეალურ ადამიანის ფორმაში და
იმედია ასე ზავს რა ქვია გამოსწორდება მთელი ის სიტუაცია და ხო ველოდები იმენა იმ მომენტს როცა ემბერი გაიგებს რომ მარკია და უმარცხებელი იმამ სერიაში კარგად წარმოაჩინა თავი ნორმალურ ფაქტობრივად ჩვენი ენაზე რო ვთქვათ ქველმოქმედებით იყო დაკავებული ეხმარებოდა ხალხს და ახალი ცხოვრება დაიწყო რაც კარგია მე მაგალითად მოწონს და ივის სახლიც საბოლოოდ აი ბოლოს წინა რო განახეს ძალიან მაგარი იყო ჩემი ის დეკორაციებით განათებებით და საკმაოდ დიდი არის ხის სახლისთვის მინდა გითხრათ ერთი პრობლემა ის არის რომ არ დაილეწოს რომ დაილეწოს რა ხა ანუ დაილეწოს ანუ ის შეუძლია აღადგინოს თავისუფლად რავი და ნუ ხო დებრას და ნოლანის სამები რას იზამს ნოლანი პროსტა ხა მაინტერესებს როცა დები გაიღვიძებს გამოფხიზლდება და აღარ იქნება თვალი და მომდება რეალურად ანუ ლაპარაკი ნოლანთან სავარაუდოდ ისტორიკებს გამართავს იქ რომ აბა მარკს არ უთხრა და არც გაბედო და ჩემ შვილი არ ჩარიო ამ საქმეში მაგრამ რა ვიცი მე მგონი ხო პირველი სეზონის ბოლოს მარკი უკვე გაიგებს სიმართლეს და ჩემი კაი რამდენად ადამიანს აქვს სიმართლე გასაგები ახლა მოვწვი ჯერ ემბერს მარკის შესახებ მე მარკს ნოლანის შესახებ ძალიან გამიხარდება თუ პირველი სეზონის ბოლოს მოხდება ეს ყველაფერი მაგრამ ერთ-ერთის რომ მოხდეს მაინც კმაყოფილი ვიქნები ზოგადად სერია კარგი იყო რა ვიცი ვერ ვიტყვი რომ რამე განსაკუთრებული დიდად მაგრამ კარგი იყო მე მომეწონა რა ვიცი აბა და კიდევ რაღაცის თქვა მინდოდა და მე მგონი და დამავიწყდა რავი ხო კი რობოტი რას აპირებს ანუ რექსისგან აიღოს სისხლი და ქმნის კლონს მისი დნმ-ის დამატება გინდა აღებლებიან სერიოზულად ეგრე უნდა რომ რექსი ჩანაცვლოს არ ვიცი შეიძლება კიდეც ის მომენტი ქონდეს რომ გადაიფიქრებს და როცა კლონი უკვე მზად იქნება იტყვის რომ ამჭირდება მომაშორეთ აქედან და მე ეს ძმები გაბრაზდებიან ძმები უпростоრად ხო რა ძმები არ ვიცი ყოველ შემთხვევაში კაი კარგი იყო დაგემშვიდობებით ახლა იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ დალაიქოთ გამოიწეროთ ჩემი არხი დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ მადლობა ყველას შევხვდებით შემდეგ ვიდეოში ბედნიერ დღეს გისურვებთ კარგად ბრძანდებოდეთ